Bata mamisata, datisata, sunistimisata. Mugishалმებით გილოცავთ ბალნეპეს სწავლებს და მომავალ სწავლს ჩვენ აღნიშნეთ დიდებით ამაღლება რისა ქვეყნიდან რიცაც და ამით უწყება გასამომავალი ალბომის შემდეგ საყოველთაო სამჟავროს გამართლებულთა ამაღლებას სასწავლოში და უფალთაერთობაში ყოფნა. ასე გილოცავთ დამრეკ შესაძლოა საქართველოში ჩვენი გამართლებლის მინდა შემოსვლის დღეს აღნიშნოთ. და უგულწავთ ისე ყველა მის თანამოსახელეს ინობას 2 იანვრის ბოლოს გახსოვთ მისი აღსასრულის დღე და ეს დღევანდელი დღე მისი ქადაგების დაწყება საქართველოში. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს საღვთო ისტორიის შესახებ. ძალიან რთული საკითხი განვიხილეთ ამასიათ, თუ როგორ მამამ ისააკმა გადაწყვიტა მემკვიდრის დაულთა კურთხევა არა მარტო ქონების და არ უმთავრეს და ქონების, არამედ იმ სულიერი მემკვიდრეობის, რომელიც ღვთის აღთქმა მით დადებული იყო ჯერ აბრაამთან, მერე ისააკთან და ეხლა ეს აღთქმა და აღთქმის ამ დაცვა და აღთქმის შესაბამის ცხოვრება უნდა შეესაბამება იმას, ვისაც ისააკი აკურთხებდა. უთესის თანახმად ხარდა უფროსი ვაჟი უნდა ეკურთხებინა. მაგრამ მისი ცხოვრების წესით, ქცევით, თვითნებობით და უგულისხმოდ ამოკიდებული სიტყვის მიმართ ის ვერ გახდებოდა აი ამ აღთქმის მემკვიდრე ყოფილიყო. გაგრძელებინა მისი დაცვა, მის ამისახურება და მომათაობის აღზრდა შესაბამის ამ აღთქმისა. დადებული. հետո უფალმა განაგო წინასწარ რომ ესავი რადგან არ იმსახურს ამას რაღაცეთ უნდა მოხდეს ამითი გადაყენება. პირველი პირობა იყო გახსოვთ, როდესაც ის ნადირობიდან დაბრუნებული მშიერტყუვალი მას ეუბნება რომ შენი მომზადებული ოსვისეჭაბადი მომეციმე რომ ჭამოდა შევიდები და სანაცვლოდ იაკობმა უთხრა ძმას რომ შენი პირველშობილები მომეციმე და აი გამოჩნდა რწმენა ისავის რომ ის არ იმსახურებდა ყოფილიყო მემკვიდრე ღვთის აღთქმისა თუმცა აბრაამთან და ისააკთან იყო დადებული რადგან მისთვის უხილავი აი ეს ბიოშობილების პატივი არაფერს წარმოადგენდა. დღევანდელი შეჭამანდი ოსვისა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის. და ადვილად გაცვალა, ასე რომ სამართლიანად იაკობი, თუნდაც მის მამასთან და დედის დარიგების თანახმად შეიცვალა, გარკვეულად სამოსელი მისავისა შეიმოსო მისი სურველი იგროს მამამ ბეწვიანის ტყავი ეცხების შემოიხელდა კისერზე, ამიტომ ბალნიანი იყო ესავი და იაკობის პირიქით სხეული შეშველი ჰქონდა ბეწისგან და რომ მამა რომელსაც ასე ვიტყვით ღვთის ჯანგებით უკვე დაქვეითებული ჰქონდა მხედველობა და ვერ არჩევდა ხდებოდა სხვა საშუალებით შეცნობა. ეს საშუალება იყო ხმის მოსმენა. ეს საშუალება იყო აი ხელშეხება და შეცნობა. სურნელების შეგრძნება ეს ის არის იმ შვილის სამოსის სურნელება თუ რა. და ხედავთ რომ ერთადერთი რომ სმენით მიხდა ისააკი რომ ეს უფრო იაკობს გავს ვიდრე ესავს ხმა მისი, მაგრამ
სამოსის სულნელი და ეს ბეწვი ხელები თქოს არის ესავის და ეს კურთხევა როგორც ვთქვით მისცა იაკობს და იაკობი მსახურობდა თავისი ცხოვრების წესით ღვთის წინაშე, კაცთა წინაშე, ოჯახის წინაშე და იმ აღთქმისთან მიმართებაში მას უნდა მიეღო მას მეტი სიყვარული ჰქონდა უფლისა და მეტი თავდადება ჰქონდა იმ აღთქმის გაგრძელებისა მემკვიდრეობით იმ აღთქმის მიღებისა და აღსრულებისა ამიტომაც გარეგნულად ჩანს რომ იაკობი მოატყუა მამა და ძმა მოტყუებულია მაგრამ ძმამ თავისი ქცევით და არჩევანით პირიქით მან უარი თქვა იმ უპირატესობაზე სულიერ უპირატესობაზე და როდესაც შავიდა ნადირობიდან და ნახა რომ მამამ ისააკმა უკვე კურთხევა აღთმის მიღების და აღთმის მემკვიდრეობის მიეცა მის ძმას გამტარდა და ითხოვა მამისგან რომ ჩემს საფე დაგჩა მომიციმე და ისააკმა მასაც მისცა კურთხევა მაგრამ განსხვავებული ეს კურთხევა რადგან პირველი რაც შეუბნება მიწის პოხიერებისგან იქნება შენი სამკვიდრებელიო ანუ ამ ქვეყნიურია სიმდიდრე გექნება ძალაუფლება გექნება ეს ამ ქვეყნიურია ზეციური შენმა ძმამ აირჩია და იღვაც ამშედა და მიიღო აი გავიხსენეთ კიდე რომ როგორ მისცა ისააკმა დალოცა იაკობი და უთხრა მის მამამ და უთხრა როგორც მოგცე ღმერთა ცვარი ცისა და პოხირება მიწისა და სიმრავლე ხობლის და ღვინისა და დაგემონა შენ ხალხები და თავის სცემდნენ შენ თავრები და გახდი ბატონი შენი ძმისა და ყანსცემდნენ შენ ძეები შენი მამისა მაგრამ შენ წეული იყოს და მაკურთხეველი შენი კურთხეული იყოს იგი უბრალოდ ცვარიცისა ანუ ზეციური მადლი მოგცეს თქვენ და პოხირება მიწისა ანუ ამ ქვეყნებში სიმდიდრე არ მოგაკლდება მაგრამ პირველ ადგილზე არის ცვარიცისა ღვთის მადლის მიღება აი ხარ განსხვავება ამ შვილების კურთხევისა ამის შემდეგ უკვე მამა მოიხმობს იაკობს და იუბნება მას მოხმის საკმა იაკობს და უთხრა და აკურთხა იგი და უბრძანა მას და არ მოიყო ცოლი ქანანის ასულთაგან აი ეს პირველი პირობა არის რატო ესავმა მოიყვანა ორი ასული წარმართაგან და აიმა თავის წესები შემოიტანეს წარმართული წესები და არანაირი პატის ღვთიურ სიწმინდეს არ მიაგებდნენ რაც ეყოთოდა ყოველთვის იყო შფოთი დავა გამათი დაპირისპირება და ხმამაღალ ლაპარაკი ვნებიანი გამოხატვა თავის გნობების და ასე შემდეგ. ანუ ეს ღვთისმშობლში არ არის კეთილი. ესეთი ვიტყვით თავაშებულობა და ყოველთვის უფლებას თავისას ანიჭებს. არც ღვთისმოშიშება, არც მოგდალება, არც ცებების აღსრულება. და არც პასუხისმგებლობა და არც უნდა მოუთავებისთვის რომ ის ღვთისმოში გაიზარდოს. ამიტომ უბრალოდ მასო არ მოიყვანა, მაგრამ ეს არის შესავალი. ანუ აქ გარშემო სულ არიან ქანანელები და
ხეთები და სხვა და მათგან არ მოიყვანო ისე წარმართები არიან და აგზავნის თავისი ბიდაშვილის სახლში ნაქორთან აგზავნის მას და თუმცა ნაქორისთან და ეუბნებოდა ადიქი და გაიქეცი შომბინარეთში ბათუოლის დედაშვილის მამის სახლში და მოიყვანე იქიდან შენთვის ცოლი. ანუ ბათუელი იყო ნაქორის შვილი და ბათუელის ოჯახიდან მოიყვანეო. ანუ იქნება რომ გარე ბიდაშვილის დანათესავება. ეს ახლონთესავების შორის ქორწინება უთავდეთ აღნიშნეთ დაშვებული იყო ღვთის მიერ. რათა ერი გამრავლებული იყო და აი ამ წარმოთა სიმრავლისში ეპოვა ის განსხვავებული გამორჩეული ღვთისათნო ადამიანი და მასთან შეექმნა ოჯახი. დღეს ეს წესი სულად უგნურებულია, ამიტომაც არის რომ ეს ოჯახები ადრეულ ინგრევა, იშლება, ქორწინების შემდეგ რამდენი თვე გავა და უკვე დარღვეულია მათი მეუღლეობა და თითოეული თავის მხარეს მიდის, სადაც უნდა გულწრფელდა. შესაბამისად მათი შვილებისათვის ეს არის მაგალითი. ანუ აღზრდის ერთი თავი კანონი და წესი პირადი მაგალითით უნდა აღზრდო. უნდა ახსოვდეთ შენ მაგალითი მისცემ, შენ თვითონ ასრულებ. რასაც ეუბნებდა ასწავლი, შენ თვითონ მას იცავ და ასრულებ. და ეს მთავარი პირობა არის სწორი აღზრდის და ამიტომ უნდა რომ სულიერი ზნეობრივი ოჯახი შექმნას იაკობმა. რადგან მასზე კურთხევა აბრაამისა და ისააკისა. და ეუბნება შუამდინარეთში ბათურის დედაშვილის მამის სახლში და მოიყვანე იქიდან შენთვის ცოლი ლაბანის დედაშვილის ძმის აშულთაგან. ანუ ის გამოდის რომ ბიძაშვილი უნდა მოიყვანოს მან ცოლად. და ხოლო ჩემი ღმერთი გაკურთხებ შენ და აგაღორძინებ შენ და გაგამრავლებ შენ და იქნები ხალხთა კრებული. და მოთი შენ აბრაამის მამაჩემის კურთხევა შენ და შენს თეს შენ შემდეგ რათა დაიმკვიდრო და შენ პირობის ქვეყანა რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამსო. ამის შემდეგ მე ისააკი აღზავნის იაკობს თავის ბინაშვილთან ნაქორის შვილთან ბათუელთან უცხოეთში ახსენებ და გავიდა შუმდენეთით ლაბანთან ბათუელ აშურის დესთან იაკობის და ესავის დედის რებეკას მასთან. და თქვენ ახსოვთ რომ თვითონ ისააკისთვის ცოლი აბრაამმა მოიყვანა სწორედ ბათუელის სახლიდან. და ეხლა ისევ ამ სახლიდან ხდება ქორწინება, ანაკურთის ქორწინებას. თუკი ის ბათუელის ასული რებეკა თოთ მოიყვანა, მაშინ ეხლა მისი ბიდის დედის მის ოჯახიდან ლაბანისგან და მოიყვანოს ცოლი. ხო
ასაკილი. და დაინახა ისმა, რომ აკურთხა ის საკმა იაკობი, რომელიც ასულიყო ასურეთის შრომდინარეთში. რათა მოეყვანა თავისი სიგიდან ცოლი. და როცა აკურთხა იგი უბრძანა მას და უთხრა, არ მოიყვანო ცოლი ქანანის ასულთაგან. და გაუგონა იაკობმა თავის მამას და დედას და წავიდა ასურეთის შრომდინარეთში. და დაინახა ისმა, რომ უკეთურები არიან ქანანის ასურები ისააკის მისი მამის წინაშე. და წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა მაელეთი ისმაელის და აბრაამის ძის ასული. მეოთეს და თავის ცოლებთან ცოლად. კი ორი ცოლი ყავდა წარმართაგან. და ეხლა ვიფიქრე მიბაზავო ჩემ ძმას იაკობს და ჩვენ ნათესავებიდან მოვიყვან ცოლსო. რადგან მიხდა რომ მამამისმა თუ კი გააგზავნა, ის კი მამას არ მოწონს. აი ამ წარმართების ოჯახში შემოყვანა. და მაგრამ ითმენს და არ საყვედროს შილს. შვილი მიხდა, ეხლა მიხდა რომ მან არასოდეს გააკეთა ცხოვრებაზე. მაგრამ ეხლა ახალ შესაძლოა უშვებს, რომ შემოყავს ისმაელის, ანუ თავის მამის ძმის, მაგრამ რომელიც მამით ერთნი არიან, მაგრამ დედამისი იყო მსახური, ხევალი დედამისი. ჰაგარი მსახურად იყო. ამიტომ მათ შორის არის ერთობა და არის სხვაობა არის. სხვაობა იმაში, რომ გენეტიკურად შევიტყვით სუფთაა, მაგრამ თავარია, რომ ის ისმენს ღვთის სიტყვას, აღთქმას, ცნებებს და ისმენს თავის მამის ურთხევას. ხოლო მარტო მოყვანა ნათესავთაგან, ამ შემთხვევაში ისმაილისგან, რომელიც უკვე გასულია აბრამის ოჯახიდან და უდაბნოში თავის ნებაზე იზრდება და ასევე ცოლსაც ასწავლის. ანუ ფიქრობ უფრო მეტად შემოდის ახლა ესავის სახლში და ოჯახში. და მიაღწია იაკობმა ადგილს დაიძინა იქ, რადგან ჩადიოდა მზე და აიღო ქვა იმ ადგილის ქვებიდან და დაიდო სასტუმროდ თავისი და დაიძინა იმ ადგილზე. აი ეს ბუნებრივი მოვლენა, რომ დღე იარა, დაიღალა, ღამდება და დაიძინეს, მაგრამ უფალი თავის რჩეულს ფარველობს და მიყვება. უფალი ყველგან არსებობს, მაგრამ ყოველს ახავსებს თავის მადლით, მაგრამ ყველასთან კავშირი არ მყარდება. ეს დამოკიდებული თვითონ იმ ადამიანის პიროვნებაზე, ვინც თავს არიდებს ამ კავშირს. ლოცვით იქნება, მარხით იქნება, ჯულისადმი ერთგულებით იქნება, წმინდატირის ცოდნით და ასე შემდეგ. და აქ მას ეძლევა ცოლთარი ხილვა. და დაისიზა კიბე დამყარებული იყო მიწაზე, რომლის თავიც სწრებოდა ცას და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ, ჩადიოდნენ მასზე. ხოლო უფალი დამყარებული იყო მასზე და თქვა, მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა და ღმერთი ისააკისა, ნუ გეშინი მიწას, რომელზეც შენ გძინავს, შენ მოგცემ მას და შენთესო. და იქნება შენი თესლი, როგორც მიწის ქვიშა და განივცობა ზღვისკენ და სამხრეთით და ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი, შენი და შენი თესლითო. და
და მე შენთან ვარ და შენს მცველად და ყველა გზაზე რომელიც ივლი და დაგაბრუნებ შენ ამ ქვეყანაში რადგან არ დაგტოვებ შენ ვიდრე არ გავაკეთებ მე ყველაფერს რასაც იუბნებოდი შენ აი რა უნდა გააკეთოს რასაც იუბნებოდა ეს არის აღთქმის დაცვა შენ გაქვს პასუხისმგებლობა შენ პირად ცხოვრებაში ღვთის წინაშე რომ ღვთისათვის საფრთხით ხოლო ემსგავს უფალსინი მოთმინებით უძელებით მიტევის უნარით მოწყალობით და მოწყალებით და მაშინ შეიძლება უარს ცხადია რომ ღვთის მოშიშება ასეთებს და გაიზიარებ ღვთის სიტყვას და უხადაგებ მას ხებს ღვთის ჯურს დაიცა აი ეს პირობა რომ მიაღწევ ღვთის მსგავსებას მაშინ კურთხევლები ღვთისაგან ამით ჩვენ დავასრულეთ საუბარი და გეშინებით ღმერთთან დაგვრჩა